შორეული ნაოსნობის ჟურნალისტი, ასე უწოდებენ მას კოლეგები. იგი ყველასაგან გამოირჩევა, ფიქრობს, მსჯელობს და თავის საქმიანობაში ყოველმხრივ წარმოაჩენს აფხაზეთს. თენგიზ პაჭკორიას შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან უფრო ვრცლად შეიტყობთ. სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც გააკეთა ის, რამაც მთელი საქართველო გაახარა. მან სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს პლაკატის სოხუმი საქართველოა აღმართა. მას შემდეგ ეს ემოციურად დატვირთული ბანერი უკვე არაერთხელ გვინახავს საერთაშორისო ტურნირებზე, მუსიკალურ კონკურსებზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. Я Тенгиз Пачкория, журналист из Грузии, из грузинского города Сохуми. Сохуми არის საქართველოს არა მარტო გაეროს ეგიდით, არა მარტო გაეროს რეზოლუციების მიხედვით, არამედ რეალურად და შინაგანად ჩვენს გულებში Სოხუმი, აქ იგულისხმება მთელი აფხაზეთი და ცხინვალიც არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. თავის ჟურნალისტურ საქმიანობას მსგავს აქციებს თენგიზ პაჭკორია 4 წელია უთავსებს. თავდაპირველად მისი მოწყობის იდეა სხვა ფაქტორებთან ერთად დედის რჩევამაც განაპირობა. იმ დროისთვის 2011 წლებში სამწუხაროდ ისე იყო, რომ მგონი მარტო ამინდის პროგნოზში აცხადებდნენ Სოხუმს ასე ფართოდ. დანარჩენი ყველაფერი რაღაცა ფორმით მივიწყებული იყო 2010-11 წლის სხვადასხვა მიზეზების გამო. და ამიტომ გადავწყვიტე ეს პლუს დედაჩემმაც მიბიძგა ასეთი მაისური მქონდა, მითხრა რომ ძალიან გიხდებაო და ასე იარეო ყველგან. ამით შენ შეახსენებო Სოხუმს როგორც საქართველოს ნაწილს მთელ მსოფლიოში. ჟურნალისტის სოჭის ოლიმპიადის შემდეგ აფხაზური მხარის განსხვავებულ რეაქციებზე საუბრობს. ამან გამოიწვია გარკვეული აჟიოტაჟი Სოხუმში, აფხაზეთში, მწვავე აჟიოტაჟიც, მაგრამ მე გახსოვთ ის ანქვაბის სიტყვები, როცა მას შეეკითხეს, რომ ჩვენ იქ აღმოჩნდაო ტრიბუნაზე ერთი ადამიანი, რომელსაც ეკავაო ბანერი ეს და ეს, მან უთხრა, ეთყობა ის ადამიანი ასე ფიქრობს. მე იქ აფხაზებიც ვნახეს ოლიმპიადაზე, რომლებიც იქ მუშაობდნენ. ახალგაზრდა ბიჭები, გოგოები, ვოლონტიორები და მითხრეს, შემეკითხეს, კი, მაგრამ რატომ დადიხართო ამ წარწერით? ჩვენ ხომ უკვე გამოვიყავეთო საქართველოსო. მე დავაჯინე და უთხარი, თქვენ პირადად კი, მე არ გამოსულვარ საქართველოსთან და არც ბევრი ქართველი და სხვათა შორის ზოგიერთი აფხაზიც მეთქი. ამიტომ თქვენი უფლებაა იაროთ ისე როგორც თქვენ გიდათ, ჩემი უფლებაა ვიარო იმ წარწერით, რომელსაც მე შინაგანად ვგრძნობ და იურიდიულად გამაგრებულია მეთქი მთელი საერთაშორისო კანონმდებლობით. თენგიზ პაჭკორია ომის აუბედით დღეებშიც ქართულ და უცხოური მასმედიის საშუალებებს საკუთარ ქალაქზე და ქალაქელებზე მასალებს აწვდიდა. სოხუმზე საავიაციო იერი შეეწირა თენგიზის მამის სიცოცხლე და მამა პაპისეულის სახლიც. დედამ და თენგომ კი მრავლობითი ჭრილობები მიიღეს. მიუხედავად განცდილისა და გადატანილისა, თენგიზ პაჭკორია დღესაც მიიჩნევს, რომ ბოღმითა და შურიძიებით ცხოვრება არ შეიძლება. რასაკურველია განწყობები არის სხვადასხვანაირი, რადიკალურიც, უფრო ლიბერალურიც, მაგრამ ეს არის ოფიციალური მხარე. არის მეორე მხარე, ადამიანური ურთიერთობები ადამიანურ დონეზე მასიურად სიზღე არ არსებობს. რეალურად იყო და არის შანსი საქართველოს გაერთიანების, მშვიდობიანი გაერთიანების შანსი და აუცილებლად ჩვენ დავრუნდებით და Სოხუმში, გაგრაში და მოხდება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან, ოსებთან. ახლახან თენგიზ პაჭკორიას დაბადებიდან 55 წელი და ჟურნალისტური მოღვაწეობის 33 წელი შეუსრულდა. ქართულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და წარმატებული მოღვაწეობისთვის მას საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა. ჩვენს უფროს კოლეგას ულოცავთ იუბილეს, უსურვებთ სანუკვარი ოცნების ასრულებას. ინებოს უფალმა და ბატონმა თენგიზმა მომავალი საქმიანობა მონატრებულ Სოხუმში გააგრძელოს.